გამოუჩეს სიალა ქათამიძე Zaipces stikeri davakari ანუ გარდა იმისა რომ დღეს სიმბოლური ამბავი იყო ამ სტიკერთან დაკავშირებით დააკავეს ერთ-ერთი ჩვენი აქციის მონაწილე მეორე ის რომ რა ვიცი მე მგონი უამრავი მიზეზი გვაქვს იმისთვის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდეთ და თანამშრომლებს უთხრათ რომ გაიფიცოს იმიტომ რომ ამ ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი არის ძალიან დიდი ხანი ჩემ პირად მაგალითად არ უყვები ხოლმე და აი შიგნით პოლიციის უფროსსაც ადგილზე უყვები ხოლმე ხა იქ რაღაცა პრეტენზიები ქონდათ რომ აი პოლიციას შეურაცხმო მე მოვედი პოლიციის თავარ სამმართველოსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციას კიდევ ერთხელ მოუწოდე რომ პოლიციური რეჟიმი ამ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს რომ გაზაფხულზე რავი თუ გახსოვთ დიმიტრი სამხარაძე მაგ ბათუმში მოაწყო რაღაცა ერთგვარი რეიდი და ძალიან სიმბოლური იყო დღეს პოლიცია გამოიძახით პატრულიო ერთ-ერთმა თქვა შეაგინეს აქციის მონაწილეს და პატრული გამოვიძახი 3-ჯერ, 4-ჯერ, 4 დღის განმავლობაში. მე როგორც მოქალაქე მოვედი პოლიციის სამმართველოსთან და მოვუწოდე მოვარდა პოლიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მითხრა რომ არ უნდა მექნა ეს ამბავი, თუმცა ვაწყებდი აიღეო. ანუ მე უნდა ამეღო, გაიფიცე, დაკავებული ანუ ნინი რატო დაგაკავეს რომ მითხრა სად იყავი? რატო დაგაკავეს ჩემი მეგობრები მეთქი და ვერ გაცნობ დაიჭირა და შემოუშეთყოლი. ან ძალიან ადამიანებს ჰქონდა და როგორ გამოგიშვეს ახლა? ხელწერილი ეს მშობელთან კომუნიკაცია აღდგა 3 საათი რაც შესულობის მერე მას უწევდი რომ დავაბარგეთ შესულობის დედას და ბოლოს არასამთავრობო მოვიდა მაგრამ მაგალითად რომ დედას მოვეკეთო და მაგის მერე იყო უკვე მშობელთან კომუნიკაცია. რამდენი წელი ხარ? 17. შიგნით დამოკიდებულება როგორ სიალა მოდი გააგრძელებ უფრო მოკლედ მიხარი მოკლედ ანუ დღეს მოვედი შინაგან საქმეთა მოუწოდე რომ 15-ში არის ამ შემთხვევაში გაფიცვა საქართველოში სიმბოლური იყო იმიტომ რომ ამ სტიკერს მოყვა დღეს რაღაცა დაუბრობები თან მოვედი და რა ვიცი დამაკავეთ და ოქში აღმოაჩინე რომ წერია განსაცილოა რომ პოლიციის მიმართ ვიგინებოდი შეურაცხმოს ვაყენებდი და არ დავემორჩილე პოლიციის ანუ აქამდე ხო ვიცოდი რომ რამდენი სამართლო სისტემაში ცხოვრობ მე მართლა მეგონა რომ რაღაცა სტიკერის დაკვირისთვის თუ რაღაცა ამისთვის მაჯორიმებდნენ თუ მაკავებდნენ და აი ხა წეგან აღმოვაჩინე წამოსვლის წინ რომ პოლიციის შეურაცხყოფისთვის დაუმორჩილებლობის და ესე შემდეგ არ ვიცი არსებობს ხო მე მგონი აი ბათუმელების ლაივი იყო ზუსტად იმ მონაკვეთის როცა აი ხსნის სტიკერს ვაწებებ მოვიდა ბატონი დგებუაძე და მითხრა რომ ამიღო ეს სტიკერი ამ დაწებებული სტიკერი ხო არა იმიტომ რომ ჩვეულები ანუ ასფალტზე დაკრული სტიკერი ხო ძალიან შვიდად აი ამ ნაწილში და მეუბნებოდი შევედი ანუ რა ვიცი დამაკავეს და აღმოჩნდა რომ დამაკავეს შეურაცხყოფა დედამიწის ზურგზე თუ იპოვიან ადამიანს რომელსაც შეურაცხყოფა მივაყენე ან შევაგინე არ ხოთ პოლიციას არავის სხვა დაკავებულები თუ ნახე რამდენი არიან შენი ძალიან ბევრი ხმაური მესმოდა ჩემი დაკავების შემდგომ იქ და იმედი მაქვს რომ ის ადამიანებისაც შეურაცხყოფას აყენებდნენ მოყვებიან ამის შესახებ მე არ მესმოდა სახეებს ვერ ვხედავდი ამ შემთხვევაში და ის არა ქვია მესმოდა და ვინმე დაკავებულთაგან მოყვება იმ შესახებ რომ სახეებს ვერ ვხედავდი აშკარად მესმოდა ყვირილი გინება და ცემატება ეს მესმოდა უბრალოდ კი უბრალოდ ამაზე უნდა ილაპარაკო თავად რომ მე ვერ გავარჩიე ვინ შემოდიოდა და
არის აყენებდნენ შეურაცხყოფას ამ შემთხვევაში. ანუ გვერდითი ოთახიდან იწვევდა გინების და ანუ ცემის. დაკავებულებს, სადაც ვიყავით, იქ შემოყავდათ ადამიანები. ისმოდა გინება, არ დამარტყა ხელი ამის ამბავით, არ დანარჩენი არ მინახავს. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები ვინც შეგ არიან და ასევე დღეს დააკავეს, გადაიყვანეს უკვე იზოლატორებში. იმედი მაქვს ამაზე ისაუბრებენ, მე თითოეული სიტყვა მახსოვს იმ სიტყვების და თითოეული ადამიანის ხმაც მახსოვს. კიდევ რა ხმა გახსოვთ, რაც ამბობდნენ? ვერ, ანუ ვინ იყო საუბრობენ ირაკლის გებუაძე გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით. რაღაცა ნაწილში ირაკლის გამოირჩეოდა, კი, ჩემთან მიმართებაში არა. ანუ ხელისუფლების მიმართებაში არა, როცა მოვიდა, თუმცა როცა რაღაცა შემოსვლისას ხო ძალიან გაბრაზებულა. ხელწერილი დაგაწერინე ეს ხარ ესე მე არ დამწერია ხელწერილი, იმიტომ რომ თვლი რომ ის ადამიანები რომლებიც ჩვენთან ერთად დააკავეს, ასევე არ იმსახურებენ იზოლატორში დღეს ღამის გატარებას. არ ვიცი, გითხრეს რომ ქალები ეგეთი იყო გაგვათავისუფლეს, თუმცა ეს არ ყოფილა ჩემი მოთხოვნით პირიქით ვეუბნებოდი რომ ისინი თუ არიან, იმიტომ რომ რეალურად რა ვიცი, მე ვიცი რომ ვაჟად არჩია მაგალითად საერთოდ არ შეხებია სტიკერს და სტიკერის გაგვრის თუ რაღაცა ტიპის ნაწილს ედავებოდნენ მთელი 1 საათი მესმოდა როგორ უმტკიცებდნენ რომ სტიკერი ესქენიო რა ქვია გააკარია. ანუ მუხლი ეს განმარტეს ხო რომ პოლიციის არ ვიცი, ჩემი მუხლი არის ამ შემთხვევაში პოლიციის შეურაცხყოფა და ის არა. ანუ გაუმერჩინებლობაა ყველას. ყველა გამოუშვებდა, ალებს ველოდები. რამდენი პირია გადაყვანილი იზოლატორში ხომ არის შეთვის რამდენი პირია გადაყვანილი? აი დაკავებულთაგან ეს ქალების ნაწილი გამოუშვეს როგორც. დანარჩენები გადაიყვანეს იზოლატორში. ოპულეთში აპირებდნენ როგორც. ხალები ყველა გამოხედით უკვე მე ეგეთ პირობა მომწესრიგებს. მადლობა. ეს სიალა ქათამიძე იყო სამოქალაქო აქტივისტი.